მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ბეზეების მომზადებას. მიქსერის ჯამში მოვათავსე 2 კვერცხის ცილა, რომელიც შეადგენდა 80 გრამს. ავთქვიფე საშუალო სიჩქარეზე. როცა მასა გასამაგდა, დავამატე წიკვი მარილი, წიკვი ლიმონჟავა და ორმაგი რაოდენობის შაქრის ფხვნილი, ესე იგი 160 გრამი და გავნაგრძე თქვეფა საშუალო სიჩქარეზე. ხუთი წუთის შემდეგ მოუმატე სიჩქარეს და გავაგრძელე თქვეფა. თქვიფე დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. მასა გახდა საკმარისად სქელი, მტკიცე და თეთრი ფერის. შემდეგ ეტაპობრივად დავუმატე შაქრის ფხვნილი. მომზადებული ბეზეთი შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის, ყვავილის, ვარდის და სხვადასხვა ფორმის ფიგურების დამზადება. ამ შემთხვევაში მოვამზადე ვარდი. ვარდის ფურცლები საკმაოდ ლამაზად ინარჩუნებს ფორმას და გამოცხობისას ზუსტად ესე რჩება. ასევე დავამზადე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფიგურები. ღუმელი გავახურე 200 გრადუს ტემპერატურაზე. გახურებულ ღუმელს ცხობის წინ დაუკელი ტემპერატურა 100 გრადუსამდე და მოვათავსე საცხობი ჟარონა ღუმელში გამოსაცხობად. ამ შემთხვევაში დასჭირდა ზუსტად საათი და 20 წუთი 100 გრადუს ტემპერატურაზე. გამომცხვარმა ბეზეებმა შეინარჩუნა ჩვეულებრივ ისეთი ფორმა, რა ფორმითაც დავსვი საცხობ ჟარონაზე. მიქსერის მუშაობა გამოვცადე დღეს პირველად. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო.